მშვიდობისა დღეს სამშაბათია და ზუსტად 23 საათზე ეთერშია პირველი თემა. მორიგი ცვლილებები საქართველოს მთავრობაში, სამართალმცოდნე კულტურაში, პროკურორი განათლებაში, პროფესიით ექიმი, ფსიქიატრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე დიპლომატიიდან ისევ თავდაცვაში. დიპლომატი კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი კი ეკონომიკაში. ასეთია ქვეყნის მეოთხე პრემიერის კაბინეტში განხორციელებული მესამე ცვლილება. ბოლო 5 დღის განმავლობაში გრიგოლ გალობლიშვილმა 5 უწყების ხელმძღვანელი შეცვალა. ცვლილებებია ოპოზიციურ ფლანგზეც. ორთვიანი კონსულტაციები ახლებსა და რესპუბლიკელებს შორის ალიანსის შექმნით დასრულდა. ვინ იქნება ახალი გაერთიანების ახალი ლიდერი? ალიანსის სასურველ პარტნიორად ალასანია სახელდება. დიპლომატები და სამართალმცოდნეები მინისტრთა კაბინეტში. სამთავრობო ცვლილებების ახალი ტალღა. რა პროგრამაზე სამოქმედო გეგმას ირჩევს მგალობლიშვილის კაბინეტი? შევძლოთ თანმიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები 18-თვიანი გეგმის შესასრულებლად. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთებული მისოც, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ღვთიურობის მაქსიმალური რეალიზაცია. თითოეული სამუშაო ადგილი იქნება ჩემი კონტროლის ქვეშ აყვანილი, თითოეული სამუშაო ადგილის შექმნა, თითოეული ინვესტიცია. 18-თვიანი გეგმა, რაც მთავრობას აღიძრათ ამასწორებელ ხელისუფლებას, დასრულებით ხელისუფლებას აქვს, უნდა შესრულდეს. რთულია იპოვო ლოგიკა და ადეკვატურად შეაფასო გადაწყვეტილებები, როდესაც პროკურორს განათლების სამინისტროში უშვებ და კულტურის მინისტრად თვითმფრინავებისა და ტანკების კარგი მცოდნე ადამიანს ნიშნავ. ლოგიკური ცვლილებები თუ გაუგებარი გადაადგილებები, ახალი კაბინეტის პირველი შეფასებები. რამდენიმე წუთში ლაშა ჟვანია, გიორგი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი პირველი თემის სტუმრები. რესპუბლიკელების და მემარჯვენეების ალიანსი. გრძელვადიანი პოლიტიკური ერთობა თუ ახალი პოლიტიკური სტრატეგია. ვინ იქნება ახალი ბლოკის ლიდერი? რომელ პარტიებთან და რა პირობებით აწარმოებს კონსულტაციებს გაერთიანება? ჩვენი ამოცანები იქნება, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ საზოგადოება, ქვეყანა მომამზადოს ვადამდელი აქცევნებისთვის, ჩვენ გზადვართ ფართო პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ. სხვა ძალებთანაც, ოპოზიციურ ძალებთანაც კონსულტაციები კონკრეტულად რეფორმას მიიღოს, ვინ იქნება ვინ არ იქნება, მაგას დაშლილი ოპოზიციური საბჭოდან ახალ ოპოზიციურ ალიანსამდე. პირველი თემის შეკითხვებს დავით გამყრელიძე პასუხობს. Așa ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვარ, დავით გამყრელიძე ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში იქნება პირველი თემა კი დღევანდელ გადაცემას იტყობს სამთავრობო ცვლილებებზე საუბრით. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა ჟვანია. საღამომშვიდობის ბატონ ლაშა. ალბათ ყველაზე უკეთ ბოლო დღეებში განხორციელებული ცვლილებების მიზნებსა თუ მიზეზებზე მოვისმენთ პასუხებს უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელისაგან. ჩვენ მას შემდეგ რაც გამოცხადა პირველი ცვლილებები, მე მინდა მაყურებელს უთხრა, ვცდილობდით სტუმრად მოგვეწევია სტუდიაში გრიგოლ გალობლიშვილი, თუმცა მცდელობის მიუხედავად პრემიერმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბატონ ლაშა, როდესაც 5 დეკემბერს პირველად გააკეთა პრემიერმა განცხადება სამთავრობო ცვლილებებზე, ფაქტია რომ კონსულტაციები ჯერ არ იყო დასრულებული, იმიტომ დღეს კიდევ დამტკიცდა წარმოადგინეს კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე და შეიცვალა ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი. თქვენ თვლით ეკა შარაშიძეს, რომელიც 5 დეკემბრის განცხადებაში პრემიერ-მინისტრს ყოფილ მინისტრებს შორის არ მოუხსენებია, რა პრინციპით შეჩერდა არჩევანი თქვენზე? პრინციპია მე ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა ის პრინციპები, რა პრინციპით ჩემზე შეჩერდა, მაგრამ შემიძლია და ვთქვა ეკა შარაშიძეზე. ეკა შარაშიძე გახდათ იმ დაკვირვებით, რაც მე მომიწია მასთან ერთად მუშაობა წლების მანძილზე, როგორც ელჩს, ისე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ, ძალიან ეფექტური მინისტრი, ინვესტორებთან ურთიერთობაში, საგარეო ურთიერთობებში. ეკა არის მართლაც ერთ-ერთი ეფექტური სახელმწიფო მოხელე, ის გააგრძელებს მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ანუ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც მანამდე მუშაობდა ეკა და მე იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ, ამაში დარწმუნებულიც ვარ სამინისტროს მართვას და ინვესტიციების მოზიდვისთვის მუშაობას. მაშინ რატომ გახდა ეს ცვლილება აუცილებელი? ერთ-ერთი მოტივი არის მკაცრი მენეჯმენტის აუცილებლობა, იმიტომ რომ ის გამოწვევები, რაც ჩვენ ქვეყანას ელოდება, ჩვენს ეკონომიკას მომავალი წლისთვის და ძალიან მალე, ეს არის უკვე იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის თვეებში, რომელიც გამოწვეული არის მსოფლიოში არსებული ისეთი ეკონომიკური დეპრესიით, ეკონომიკური სტაგნაციით, საქართველოს ეს აუცილებლად მოახდენს რაღაც გარკვეულ გავლენას
ძალიან საკმაოდ ნეგატიურ გავლენას და ამისათვის საჭირო არის მკაცრი მენეჯმენტი. მკაცრი მენეჯმენტი შეუძლია ახალ სისხლს, ახალ პიროვნებას, ამისი მართვის გამოცდილება მე საკმაოდ დიდი მაქვს, ასევე საფინანსო სექტორში მე გახდით ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2002-2003 წლებში. ამ მხრივ ინვესტიციების მოზიდვის მხრივ საკმაოდ წარმატებული გახდით, ეს ცნობილი არის ბოლო ინვესტიცია, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოში და დღეს უკვე ამ დღეებში იწყება ამ ინვესტიციების განხორციელება, ეს გახლავთ დაახლოებით $150 მილიონ ინვესტიცია, რომელიც ამერიკულმა საკმაოდ დიდმა კომპანია დოჰენი ჯგუფმა დაიწყო განხორციელება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ინვესტიციები თავისთავად არ არის პანაცეა. ეს არის ძირითადი საფუძველი იმისა, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები კიდე ჩვენი მოსახლეობისთვის არის შემოთავაზება. თუ იყო შემოთავაზება მოულოდნელი ბატონო, დღეს თქვენ განაცხადეთ, როდესაც გააკეთეთ განცხადება, რომ თქვენ გვიანღამით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და დაგარწმუნეს, რომ ამ თანამდებობაზე მოულოდნელი იყო, პრეზიდენტთან მქონდა 2 საათიანი დიალოგი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მე დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც პარლამენტში შევედი, გადაწყვეტილი მქონდა მყარად, რომ პარლამენტიდან დიდი ხნის მანძილზე არ გავიდოდეს, სანამ ეს პარლამენტი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო თავისი ძალიან დიდი სირთულეებით ეს სფერო არის ყველაზე რთული ქვეყანაში. გამოწვევები ეხლა მით უმეტეს სოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ფონზე არის ძალიან სერიოზული. არის ყველაზე რთული მიმართულება, ყველაზე პრობლემატური, რომელიც დღეს არ მაძლევს რაიმეს თქმის საფუძველს, რომ ისეთი ოპტიმისტური განცხადებები გავაკეთო. ძალიან ვისურვებდი, მაგრამ რეალობას მოკრებული ნამდვილად არ ვარ და ამიტომ დავთანხმდი. სირთულეები მიყვარს. ანუ თქვენ არ შეუშენდით გამოწვევებს, თუ პრეზიდენტის არგუმენტები იყო იმდენად მყარი და საფუძვლიანი, რომ აუცილებლად თქვენ ლაშინმანიაში შეგებოდით ეკონომიკის სამინისტროს. პრეზიდენტი მყარად ხედავს რა არის საჭირო ეკონომიკაში, ქვეყნის ეკონომიკაში, რა ინექციები არის საჭირო, რომ გავაკეთოთ, როგორ უნდა ავაშენოთ სერიოზული დამცავი რაღაც ისეთი ფარი, რომ საქართველოში არ შემოაღწევს და თუ შემოაღწევს და აუცილებლად შემოაღწევს, რა თქმა უნდა, სერიოზული გავლენა არ მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და პრეზიდენტი ხედავს იმას ასევე, რომ პროაქტიული ეკონომიკური პოლიტიკა გვჭირდება ჩვენ რომ განვახორციელოთ. ამიტომ აი ეს ყველაფერი ისევე როგორც ინვესტორების მოზიდვა, საინვესტიციო გარემოს შექმნა და ქვეყნის დაბრუნება პრაქტიკულად 2008 წლის ივლիս-აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობისთვის, ეს არის ძირითადი ამოცანა, ეს არის ურთულესი ამოცანა. მე არ მინდა რომელიმე სამინისტროს რაღაც როლი რაღაცნაირად დავადაბლო ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებაში, მაგრამ ასეთი გამოწვევები შემიძლია ვთქვა, რომ საგარეო ურთიერთობათა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ნამდვილად დიპლომატიურ ასპარეზზე და ამასთანავე არა მეორე, არამედ იმავე დონეზე განხილავდი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ურთულესი ბატონოშა, ამ სამთავრობო ცვლილებებს, ამ საკადრო ცვლილებებს მოყვა საკმაოდ მწვავე კრიტიკა, განსაკუთრებით კრიტიკულები ოპოზიციონერები იყვნენ ნიკა რურუას კულტურის მინისტრად დანიშვნისას და ნიკა გვარამიას განათლების სამინისტროში გადანაცვლებისას. კრიტიკა მოყვა თქვენს დანიშვნასაც, თუმცა ნაწილისთვის თქვენი კანდიდატურა აღმოჩნდა მისაღები, ნაწილისთვის კი ეს გადაწყვეტილება გაუგებარი. თქვენ ამბობდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ასეთივე ხშირი სამთავრობო ცვლილებები გამართლებულია იმით, რომ მთავრობა სჭირდება ახალი სისხლი და ახალი ენერგია. რატომ არის ასე ხშირად საჭირო ახალი ენერგია მთავრობაში? ძალიან მოხარული ვარ პირველ რიგში ახალი სისხლი და ახალი ენერგია ახსენე და არა ახალი სახე, რომელიც პარლამენტის არჩევნების საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო დამკვიდრებული, რომელ ტერმინსაც აბსოლუტურად არ ვეთანხმებოდი. დიახ, ახალი სისხლი და ახალი ენერგია მუდმივად საჭიროა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ეგუება ერთი და იგივე ადგილს, შეიძლება ვერ ხედავდეს იმ პრობლემატიკას და ვერ ახორციელებდეს მენეჯმენტს ეფექტურად. ამიტომ საჭირო არის მით უმეტეს თუ მენეჯმენტში გამოცდილი ადამიანი მოდის და ეკონომიკაში გარკვეული ადამიანი ასევე რომელიც კარგად გძნობს, მაგალითად მე ჩუღურეთის მაჟორიტარი გახლავართ, სადაც კვირაში ერთხელ მაინც სულ ცოტა თუ ორჯერ და სამჯერ არა მქონდა შეხვედრები და იმედი მაქვს რომ რაღაც ფორმით ჩემ ამორჩეველთან გავაგრძელებ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ არა მხოლოდ გლობალური მიდგომა, არამედ რაღაც ინდივიდუალური პრობლემების გადაწყვეტა და ამას გავაგრძელებ კიდევაც შევეცდები ყოველ შემთხვევაში. მე ვხვდები ადამიანებს და ადამიანების ძირითადი, აი შემიძლია ვთქვა რომ დაახლოებით 40%-ზე მეტი თხოვნა
მუდარა არის რომ ღირსეული შემოსავალი გქონდეს. ღირსეული შემოსავალი მხოლოდ შეიძლება ღირსეული დასაქმების ადგილების შექმნით. ამიტომ თუ ჩვენ დასაქმების ადგილების შევქმნით, თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ რომ რაღაცნაირად შევამცირეთ ის აგრესია, ის ნეგატივი, რომელიც შეიძლება ქართულ ეკონომიკაში გამოიწვიოს საერთაშორისო ეკონომიკურმა სტაგნაციამ, მაშინ მე ჩავთვლი რომ ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ მიზანს მივაღწიეთ და მე გითხეთ ბატონ ლაშა, რამდენად არის საჭირო ასეთი ხშირი ცვლილებები? ხშირ ცვლილებებზე ალბათ დგება ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ახლა მე გახდით ელჩი ისრაელში, ძალიან ხშირად ისრაელის მაგალითი მოვყავს ხოლმე, რომ ძალიან კარგად ვიცი ხო ამ ქვეყანაში როგორი იყო პოლიტიკური ისე ეკონომიკური. ცვლილებები არის მუდმივი პროცესი არის. და მე ახლა ოპოზიცია პირველ რიგში ხო ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოპოზიცია ახლა ყველაფერში დაეთანხმოს ხელისუფლებას. მაშინ ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე და გვაქვს სურვილი რომ უფრო მეტი დემოკრატია გქონდეს. ახლა წარმოიდგინეთ რომ ოპოზიციაც აუცილებლად არ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმაც გააკეთეს კომენტარები. კრიტიკოსების ერთ-ერთი მოსაზრება არის ასეთი, იმდენად ხშირად იცვლებიან ministrები საქართველოს მთავრობაში, რომ შეუძლებელია ახლა წარგებულ კანდიდატებს ჰქონდეთ რაიმე ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა. მე გითხრათ რომ თუ თითოეული ministris გამოცვლა დამატებით მოიტანს 100 სამუშაო ადგილს უფრო დროზე, ვიდრე წინა ministris მუშაობის დროს ხო, მაშინ მე თანახმავა რომ მე ერთ კვირაში გამოვიცვალო ასევე რა. თუ პროგრესი ახლავს ministris მოსვლას, მაშინ ეს საჭიროა და პროგრესი და სიკეთე თუ ახლავს თითოეული ადამიანისთვის, ხო? და რაღაც გარკვეული ჯგუფებისთვის, დაბალი სოციალური ფენისთვის, ახლა მე და თქვენ საუბრობთ. და ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება უყურებდეს ტელევიზორს, მაგრამ შუქი გქონდეს ჩამქრალი ოთახში, იმიტომ რომ უფრთხილდება იმ გადასახადს, რომელიც შეიძლება ელექტროენერგიით მოვიდეს. ამ ადამიანებისთვის თავარი არის სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ადამიანებისთვის თავარი არის, რომ ჩვენ ავარიდოთ ის საფრთხე, რომელსაც უხადის სოფლიოში არსებული ეკონომიკური დეპრესია საქართველოს ეკონომიკას, რომლის მაგვარი არ ყოფილა ბოლო 80 წლის მანძილზე. აი ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკის ექსპერტები დამეთანხმებიან ამაში, ასახელებენ 1930 წელს და მას შემდეგ სოფლიოს ასეთი ღრმა ეკონომიკური დეპრესია არ ახსოვს. ამიტომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. და მოდით, მე აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ, მე რახან დავთმე ჩემი სადეპუტატო მანდატი და წამოვიდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მე ძალიან თავისუფალი ვარ, უკვე შემიძლია ნებისმიერ დროს დაუბრუნდე ან ჩემს საყვარელ საქმიანობას, რაც დიპლომატია არის, ან წავიდე კერძო საქმიანობაში, სადაც ნამდვილად არ დავიკარგები, მაგრამ თავარი არის, რომ ჩემმა მოსვლამ მოიტანოს სიკეთე თითოეული მოქალაქისათვის და თითოეული ადამიანის. ბატონ ლაშა, თქვენ დღეს ჩვენს გადაცემაში არაერთხელ ახსენეთ და დღესაც გააკეთეთ განცხადება, რომ თქვენ ერთგვარად გააკონტროლებთ საზღვარგარეთის ქართული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და ელჩის შეფასების ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება, თუ როგორ იმუშავეს დიპლომატებმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ხომარცილდება ეს ერთგვარად ეკონომიკის ministris კომპეტენციას ელჩების გაკონტროლება. თუ არა, აქ არის ეფექტურობაზე, თუ ჩვენ ვართ და მუშაობთ გუნდური პრინციპით, ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია პრეზიდენტთან, პრეზიდენტის მიმართ, იმიტომ რომ პრეზიდენტის პრეროგატივა არის ელჩის დანიშნა და მისი მოხსნა, რომ დაუშვათ ესა თუ ის ელჩი არ ასრულებს თავის ფუნქციას ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და ასეთი ფუფუნების საშუალება ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ ქვეყანას, რომ ვიყოლიოთ ძვირადღირებული სახელმწიფო მოხელეები, დიპლომატები, მათ შორის ჩემი სახითაც, რომელზეც სახელმწიფო საკმაოდ ბევრი დახარჯა და ამის ეფექტი არ მივიღოთ უკან. და ეფექტი ინვესტიციების არის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ლაშა ჟვანია. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმრები დეპუტატები იქნებიან. პირველი თემა კვლავ ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი. საღამომშვიდობის ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ გიორგი, ოპოზიცია იყო დღეს საკმაოდ კრიტიკული სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას. შოუს ელემენტებით გაჯერებული ცვლილება, ასე უწოდეთ თქვენ ახალი ministrების კანდიდატურების წარდგენას. კონკრეტულად რა არის ოპოზიციისთვის მიუღებელი? ხშირი ცვლილება ministrთა კაბინეტში თუ თავად კადრები? ორივე
შემიძლია დავამატო ის მიზეზები, რის გამოც ასეთი ტიპის გადაადგილებები და გადაწყვეტილებები არის მიუღებელი ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის. ჩვენ წინა სტუმარი ბატონი ლაშა ჟვანია საუბრობდა თქვენი კითხვის პასუხად იმის თაობაზე, რომ სისხლის გადასხმა და ასე შემდეგ, ხო? სისხლის გადასხმა ხშირად და ზედმეტად ხშირად ჭირდება ისეთ ორგანიზმს, რომელიც სისხლისგან იცლება ხო? ანუ ის რომ ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღე გვიწევს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების თაობაზე მოსმენა პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის განცხადებების ნიშნავს იმას, რომ ძალიან რთულად არის საქმე ხელისუფლებაში, ძალიან არასტაბილური სიტუაცია თავად ხელისუფლების შიგნით, რაც ავტომატურად დაისახება კიდეც საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მოდით ვთქვათ, რა არის მთავარი ამოცანა ხელისუფლების ამ ეტაპს. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, რომ ქვეყანაში კიდევ ახალი სამხედრო მოქმედებები არ დაიწყოს, არ დაგვეხოცოს ხალხი, არ დავკარგოთ კიდევ დამატებით ტერიტორიები, არ მიიღოთ იმაზე უარესი შედეგი, რაც მივიღეთ აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის, რომ გაუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ ფინანსურ კრიზისს, რომელიც უკვე საქართველოში საკმაოდ ძალუმად იგრძნობა და ეს პრობლემები გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ამაზე ღიად უნდა ველაპარაკოთ საზოგადოებას და ეს აუცილებელია, რომ თავის მოტყუებით არაფერი გამოვა, მოდის ეს პრობლემა და ამას ჯობია რომ შევხვდეთ მომზადებულები, ამას ჭირდება. ხშირი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში ეს თავის ამას ჭირდება კონსოლიდირებული მთავრობა, ამას ჭირდება კვალიფიციური მთავრობა, ამჯერად უკვე აქცენტი სპეციალისტებზე გაკეთებით, რადგან ჩვენ დღეს გვჭირდება მთავრობა, რომელმაც ძალიან სწრაფად ოპერატიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ხვალ შეიძლება იყოს გვიანი. ამ დროს ჩვენ ვხედავთ შემთხვევებს, ვისმენთ თავად ამ კანდიდატების და შემდგომში უკვე მინისტრების მხრიდან მოსაზრებებს იმის თაობაზე, ინფორმაციას უფრო სწორედ, რომ წინა ღამით ან უკეთეს შემთხვევაში წინა საღამოს შეიტყვეს იმის თაობაზე, რომ მათ უპირებდნენ ამ თანამდებობებზე. ანუ შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება. მე მიმაჩნია, რომ არანაირ კონცეპტუალურ მიდგომასთან ადგილი ჩვენ არ გვაქვს, თუკი ადრე როცა ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში ხორციელდებოდა ხშირად ეგრეთ წოდებული კარუსელები, იქ გარკვეული ლოგიკის დანახავს შეიძლებოდა. იყო გარკვეული სფეროები, რომელზეც ვიცოდით, რომ აქტიური რეფორმები იწყებოდა, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის მიუღებელი და ვიცოდით, რომ იქ ჭირდებათ ეს ადამიანები. აქ სრულიად გაუგებარი რამ ხდება, თუმცა პერსონალიებთან დაკავშირებით ალბათ მექნება თქვენი კითხვის შესაბამისად. აუცილებლად ბატონო კაკის მინდა ვთხოვო შეფასება. ზუსტად 39 დღის წინ, როდესაც პრემიერ-მინისტრ გრიგოლ გალობლიშვილის ახალ კაბინეტს პარლამენტმა, მათ შორის თქვენი დეპუტატის შემადგენლობით გამოუცხადა ნდობა, მართალია მაშინ ითქვა, რომ შემდგომში იქნებოდა ცვლილებები, მაგრამ ცვლილებები განხორციელდა ძალიან მალე და რამდენიმე დღის შუალედში უკვე მერამდენედ. რას უკავშირებთ ბატონო აკაკი ამას? ითქვა, რომ ეს არის კრიზისი. კრიზისი თუ მართლაც ახალი ენერგიის შეტანის მცდელობა. პირველ რიგში გილოცავთ ახალ სტუდიას, მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა გისურვოთ რომ ეს გადაცემა და სხვა გადაცემები, რომელიც იქნება ამ არხზე და სხვა არხზეც, იქნება რეფორმის მეორე ტალღის ერთ-ერთი შემადგენელი სერიოზული ნაწილი. მე შეიძლება უშუალოდ კითხვას მე მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, უამრავ ადამიანს ხვდებით, რაღაცა პრობლემა აქვს. არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, არის უსაფრთხოების პრობლემა, დავეთანხმები ბატონ გიორგის, არის სოციალური პრობლემები, არის უმუშევრობის პრობლემა. ყველა ეს პრობლემა ჩვენ გვესმის. და ყველა ჩვენი მოქმედება, ანუ უმრავლესობის მოქმედება, საქართველოს ხელისუფლების მოქმედება არის მიმართული იმისაკენ, რომ ეს პრობლემები დაიძლიოს. მათ შორის მთავრობის ცვლილებაც. ეხლა აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ არის კრიზისის ხელისუფლებაში. ამაზე საუბარი 2004 წლიდან იყო, ამაზე მუდმივად საუბრობდა ოპოზიცია, მაგრამ ბატონ გიორგი დამეთანხმა, რომ ჯერჯერობით ეს კრიზისი ხელშესახები არ არის. მე მინდა გითხრათ ერთი რაღაც, ეს ხელისუფლება მდგრადია. უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში და არავითარ მერყეობის ნიშნები აქ არ არის. მე ხა დაუბრუნდები ბატონ გიორგი გალობიშვილის გადაწყვეტილებას, მან ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, როდესაც ის მოვიდა, ეს არჩეული იყო, უბრალოდ შერჩეული იყო პრეზიდენტის მიერ. მან განაცხადა, რომ მას ჭირდება დრო, რათა დააკვირდეს მთავრობის წევრებზე. ეს არის ძალიან სერიოზული, სტაბილური, თანამიმდევრული მიდგომა. ანუ თითქმის თანახმოვარი ამისთვის საკმარისია. მან ითხოვა დრო, რათა დააკვირდეს, გაანალიზოს სიტუაცია და შესაბამისად გააკეთოს დასკვნები. და რა ვითარება იყო აგრესიის შემდეგ. ხომ წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც შედის ტურბულენტურ ზონაში და ამ დროს მართან პილოტების გამოსვლა არ არის მიზანშეწონილი, ბუნებრივია. ამ დროს სტაბილური უნდა იყოს მართლობა და სწორედ სექტემბერი, ოქტომბერი იყო ის რეჟიმი, როდესაც საქართველო იყო ტურბულენტურ ზონაში, გადასაწყვეტი იყო მოკლევადიანი უსაფრთხოების ზომები. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, თავმა პილოტმა გაანალიზა ვითარება და შეცვალა რამოდენიმე მართავი, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა ახალი ადამიანები, საჭიროა ახალი მიდგომები. ამიტომ ძალიან ბუნებრივი მოვლენა, ძალიან თანამიმდევრული მოვლენაა, მან გაანალიზა ვითარება, გაანალიზა იმ ადამიანების საქმიანობა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, როგორ
დაეწყო და გაეაქტიურებინა ის გეგმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. თავი ხომ სწორედ ეს არის. თავი სწორედ ის არის, რომ იმ ადამიანმა მიიღონ შედეგი 18-თვიანი გეგმის და მიიღონ შედეგი 50-თვიანი გეგმის განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ყველა თვალსაჩინო რომ ამ აგრესიის შემდეგ სერიოზული პრობლემები წარმოიშვა. ბოლო თანახმების განმავლობაში სამჯერ შეიცვალა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ბატონ აკაკი. მომდევნო 18 თვის განმავლობაში თუ ასეთივე სიხშირით იცვალა მინისტრები. როგორ შეუძლია მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ამ თემაზე? ცვლილება არის მართლა პანაცეა, თუმცა ოპერატიული მოქმედება, რაც ბატონმა გიორგიმ განაცხადა, ამასაც გულისხმობს, რომ შენ თუ გჭირდება რაღაცა ცვლილება და თუ ეს ცვლილება ემსახურება რაღაც მიზანს, ეს ცვლილება შენ სწრაფად უნდა მოახდინო. ეს შენი სიძლიერეა. მით უფრო რომ ეს ცვლილება გაანალიზების შედეგად არის გაკეთებული და შესაბამისად შენ უფრო ჩქარად გაძლევ საშუალებას საბოლოო მიზნის მისაღწევად. მაგრამ რატომ ხდება ისე რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც უამრავი ცვლილება მოხდა მინისტრთა კაბინეტში ბოლო რამდენიმე წელიწადს თუ გადავხედავთ ჩვენ დასაწყისში აღნიშნეთ კიდეც რომ ეს არის მეოთხე პრემიერის კაბინეტში უკვე მესამე ცვლილება. მაშინ რატომ ხდება ის რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე კადრები ინიშნებიან თანამდებობაზე? არა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე ადამიანები ინიშნება და ასევე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თავარი მიზანი რაც ზოგადად რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ხელისუფლებას, აღმასრულებელს და საპარლამენტოს ჰქონდა რაღაც რეფორმების დაწყება და გააქტიურება. სწორედ ეს მიმდინარეობს. ჩვენი პლუსი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ გვესმის ის ხარვეზები, რაც მოხდა 4 წლის განმავლობაში, ჩვენ კარგად ვაანალიზებს იმ ჩავარდნებს და აი ამის შედეგად ვაკეთებთ გარკვეულ ცვლილებებს. და ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ხა არ არის ძალიან რთულია 4 წლის სახელმწიფოსგან იმის მოლოდინი, რომ ის იყოს აწრეულობით სტაბილური, ხო? ამიტომ შენ ეს არის სწორედ ხელისუფლების სიძლიერე, რომ იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც მართლა არსებობს, ის აკეთებს სწრაფ და ოპერატიულ ცვლილებას თან გააზრებულს და თან თანამიმდევრულს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ისეთ თანამიმდევრულს, რომ შეიძლება დავუშვათ სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი პროფესიით ნიკა რურუა, აღმოჩნდეს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი, პროკურორი ნიკა გვარამი, ასევე იურისტი განათლების სამინისტროში. ეს განსაკუთრებით ეს ორი ცვლილება იყო ყველაზე ისეთი, რომელმაც დაიმსახურა განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა ბატონ გიორგისთან მინდა გადავიდე. ბატონ გიორგი, თქვენ საუბრის დასაწყისში განაცხადეთ, რომ აქცენტია გასაკეთებელი სპეციალისტებზე. ყველა ცვლილებას არ გამოუწვევია ოპოზიციის, თქვენი თუნდაც საპარლამენტო უმცირესობის ასეთი მწვავე კრიტიკა. თუნდაც დავით სიხარულიძის კანდიდატურას. კრიტიკა ფაქტობრივად ყველამ დაიმსახურა, თუმცა არიან პიროვნებები, რომელთა მიმართ ჩვენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ოპონენტმა ბატონ აკაკიმ უმრავლესობიდან ახსენა, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღება. მე ვთვლი, რომ თუ კი ესეთი გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღება და ეს არ არის მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი, გაცილებით უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რატომ? როცა მე ვამბობ იმას, რომ ქვეყანას გაზაფხულზე ძალიან რთული დღეები დაუდგება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური, სოციალური ფონის გაუარესების თვალსაზრისით, იგივე დონორთა კონფერენციაზე წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უკვე ნათლად წერია, რომ საქართველოში 10,000-ობით ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს გაზაფხულზე. ეს არის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და სპეციალისტების შემფასებელთა ჯგუფის მიერ დადებული კონკრეტული ციფრები. ამ ციფრსაც კი არ ვასახელებ, იმდენად დიდია ეს, რომ შეიძლება თავიდანვე დამძრგნელი აღმოჩნდეს ჩვენი საზოგადოებისათვის. ამავე შეფასების დოკუმენტში წერია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების ოდენობამ შესაძლოა უკვე გაზაფხულის ბოლოსათვის 23-დან 25%-ს მიაღწიოს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელი არის. ეს ძალიან რთულ პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში. ამით მე რის თქმა მინდა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოების შიგნით მაკონსოლიდირებელ სტიმულს შემოიტანს. კონკრეტულად რა ამასაც გეტყვით. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა თუ კი რომელიმე სფეროში გამოიწვია განსაკუთრებული წინააღმდეგობები და დაპირისპირების კონფრონტაციის მუხტის შექმნა, ეს არის განათლების სფერო და ეს არის სხვათა შორის იგივე კულტურის სფერო. მაშინ, როდესაც ბატონი ვაშაძე დაინიშნა კულტურის ministrად, რატომ გამოიწვია საზოგადოებაშიც, პოლიტიკური სპექტრის ნაწილშიც გარკვეულწილად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მის მიმართ? რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანმა დაიწყო დიალოგი. ეს ადამიანი დაელაპარაკა თუნდაც მისთვის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს, რომელთაც აქამდე არც ელაპარაკებოდნენ და მხოლოდ პატრულის თუ სპეცრაზმის, ასე ვთქვათ, ხელკეტი იყო მათთან საუბრის საგანი, ხო? საშუალება. ის დაელაპარაკა. ჩვენ ორივე ამ სფეროში დღეს, როდესაც გვჭირდება პირიქით მაკონსოლიდირებელი ადამიანების მოძებნა, მოყვანა, შეთავაზება საზოგადოებისთვის, ამ სფეროებში მეტნაკლები მშვიდობის, მდგრადი, სტაბილური და თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების წინაპირობების შექმნა, მოყვავან ადამიანები,
რომლებიც მე არ შეიძლება ვინმესთვის მისაღები იყოს თავიანთი შეხედულებების თვალსაზრისით და ვინმე თქვას რომ წარმატებულები არიან. თუმცა იგივე ბატონ რურულასთან დაკავშირებით თუნდაც იმ სფეროში რომელშიც ის მუშაობდა, მე არ მაქვს ეს წარმოდგენა. მე ეჭქვეს არ ვაყენებ მის განათლებას ნამდვილად, მაგრამ ეს ადამიანი არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. ის წლების განმავლობაში ტრაბახობდა ამით და სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. იმ კონცეფციისა, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო შედეგები დაგიდგა აგვისტოში. იმ სფეროშიც კი მე არ მიმაჩნია რომ ეს ადამიანი წარმატებული იყო და ჩვენ გვარამია და რურუა მიყვავს ამ განათლებისა და კულტურის სფეროში ადამიანები რომელსაც ყველაფერი შეიძლება დააბრალო გარდა კომპრომისის დიალოგის უნარისა გარდა ასე ვთქვათ დიალოგის წარმოების კულტურისა ესენი არიან ეგრეთ წოდებული ხარვეზებს რასაც დღეს ხშირად საუბრობენ ჰარდლაინერები შეუპოვარი ხაზის გამტარებლები დღეს ამ ქვეყანას ეს არ ჭირდება ამიტომ თუ კი ამას ხელისუფლება აკეთებს გააზრებულად და დამატებითი კონფრონტაციის მუხტი შეაქვს კიდევ ამ სფეროებში განათლებაში, კულტურის სფეროში, სადაც მეტნაკლებად გარკვეული სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო რაღაც გაგებით, ეს ვარშავის მოსვლით იყო თუ ასე შემდეგ და ამ პროცესს კიდევ უკან ვაბრუნებ და ისე კონფრონტაციის მუხტზე გადაგყავს, როცა განათლების მინისტრად მისული ყოფილი პროკურორი ამბობს იმას, რომ იცით თურმე მთავარი პრობლემა განათლების სამინისტროში ის ყოფილა, რომ იქ პატროლის ფუნქციები უნდა გავააქტიუროთ და უსაფრთხოების და დისციპლინის და ასე შემდეგ, ხო? მე მიმაჩნია რომ ეს არის სრულიად მცდარი გადაწყვეტილება და თუ კი ამას გააზრებულად აკეთებს ხელისუფლება, მე ეჭვმეპარება რომ ის დამატებით თესავს კიდევ კონფრონტაციულ ქარს, რომელიც ქარიშხალის სახით შეიძლება მოიმკას და ამ შემთხვევაში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ქრისტიან-დემოკრატი, უფრო მეტად გამოვდივარ, გულშემატკივარი და მოფიქრალი იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურად, მშვიდობიანად განვითარდეს პროცესები, რომ თუნდაც სახელისუფლებო ცვლილებები კონსტიტუციურ ფარგლებში, ნორმალურ სიტუაციაში განვითარდეს, რადგან ჩვენ შეიძლება მივიღოთ რთული სურათი, თუ კი ხელისუფლება არ გაიაზრებს ვითარების იმ რეალურ სიმძიმეს, რომელიც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ბატონო აკაკი, არაერთხელ ჩვენ ვიცოდით, როდესაც 5 დეკემბერს გახდა პირველად ცნობილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტის შესთავაზე ზურაბ აბაშიძემ, მაგრამ მან თქვა უარი. შემდეგ სახელდებოდა ნინო სუხიშვილი, მაგრამ ასევე არ მოხდა ეს ცვლილება. დღეს ყველასათვის მოულოდნელად მართლაც ნიკა რურუა წარადგინეს ამ თანამდებობაზე. რეალურად რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ როგორც ამბობენ ხელისუფლების კრიტიკოსები, რომ ხელისუფლებას მართლა აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი და ადამიანები არ თანხმდებიან ამ ხელისუფლების სამსახურში ჩადგომას. მე ისევ დავუბრუნდები ბატონი გიორგის კომენტარს დონორთა კონფერენციასთან დაკავშირებით და იმ პროგნოზებთან დაკავშირებით, რაც ბატონმა გიორგი მახსენა. მე დავუთანხმებ იმას, რომ არის პრობლემები მოსალოდნელი, არის ეკონომიკური სოფლიოში არსებული კრიზისიდან გამომდინარე გარკვეული ჩავარდები მოსალოდნელი, თუმცა აქ შევახსენებ ბატონ გიორგის, რომ იმავე დონორთა კონფერენციაზე საქართველოს დასახმარებლად გამოიყო 4.5 მილიარდი დოლარიანი დახმარება. შესაბამისად, სწორედ ეს დახმარება ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ დავძლოთ ის პრობლემა, რომელიც იარსებებს და ახალი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ახლა აქიჯდა, ხო მას თუ თქვენ უსმენთ და საზოგადოება მას უსმენდა, ნათლად ქონდა მას წარმოდგენილი, მყაფიო ჩამოაყალიბა მანის ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ პრობლემებთან შეჯახება და მათი დაძლევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გამოჩნდა თუ რა კარგად ესმის და რა ნანათელი ხედვა აქვს ახალ ეკონომიკის მინისტრს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან მომავალში. ეხლა ადამიანების პროფესიის შეფასება მე ცოტა პრიმიტიულად მიმაჩნია იმ კუთხით, რომ მაგალითად შედარებას გავაკეთე, შესაბამისი არ იყოს. რეიგანი იყო მსახიობი, მაგრამ სერიოზულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, ხო? ის მას არ ქონდა არავითარი ღრმა ცოდნა ეკონომიკურ პოლიტიკაში, მაგრამ იყო ერთ-ერთი მამამთავარი თავისუფალი ეკონომიკის, ხო? რეიგანი და ტეტჩერიც. ამიტომ ესეთი მიდგომა განსაკუთრებით მაგალითად ნიკა გვარამიაზე, რომელიც იყო გამოცდილება აქ ძალიან დიდი, იმიტომ რომ ის იდგა თავად რეფორმების ფესვებთან 2004 წლის დასაწყისიდან, იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იყო საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მუშაობდა იურიდიულ განათლებაზე, მუშაობდა აკადემიაში. შესაბამისად, მთელი ეს გამოცდილება და ამ რეფორმებში ჩართულობა მას საშუალებას მისცემს, სწორედ რომ ეფექტურად გააგრძელოს მთელი ის ქმედებები, რაც იყო 2004 წლის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ბატონ ნიკა რურუას, ხო? მე რაც ამ ადამიანს ვიცნობ და გამიგია მის შესახებ, ერთი გამიგია, რომ მან გააკეთა თავდაცვის ძალიან ლიტერატურაზე ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, მან გააკეთა ოკუპაციის მუზეუმი, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო საქართველოში, მან გამოცდა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ციგნი საქართველოს ისტორიაზე და კერძოდ 18-21 წლებზე, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის წევრი და როგორც უცხოელებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ადამიანი, ძალიან აქტიურად ვიყენებ მათთან. Tom, da, ეს მე დავინახე ბატონ ნიკა რურუაში ხა. მე არ ვიცი
თვითონ მის ბიოგრაფიაში არის თუ არა რაიმე სიახლოვეში კულტურას, თუმცა რაც ჩვენ სიუჟეტები ვნახეთ ხომ, ის არის დაამთავრა საერთაშორისო ფაკულტეტის სწავლება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისი ბიოგრაფიის ეს მხარე ალბათ უცნობი იყო. ხო, ანუ საუბარი იყო, მე რაც მოვისმინე კომენტარები თუ ხელოვანების მხრიდან, ხო, საკმაოდ დადებითი და ის ადამიანები თურმე ამ ადამიანს იცნობენ. ანუ ბატონო აკაკი, ალბათ ახალი კანდიდატები, როდესაც ისინი დაინიშნებიან მინისტრებად, ალბათ საქმით დაანახებენ საზოგადოებას რეალურად რა შეუძლიათ გააკეთონ ამ მიმართულებით დაუბრუნდეთ კითხვას. ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობენ, რომ სხვა ადამიანები, ვინც არ არიან ამ ხელისუფლების გუნდში, დღეს არ თანხმდებიან მთავრობაში მუშაობას, იმიტომ რომ მთავრობაში შექმნილია სერიოზული კრიზისი. მე ვახსენე ზურაბ ბაბაშიძე და ნინო სუხიშვილი. არ ამგონია ხა მე რამდენად მართალია ან ერთი ან მეორე, მე არ ვიცი უბრალოდ მეორე ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე არ გამიგია არის ხალხო ნინო სუხიშვილის პოზიცია. მე ეს უფრო მგონია სპეკულაცია. რაც შეეხება ბატონ აბაშიძეს, მე მგონი მას უფრო სხვა პრეფერენციები და მან განაცხადა რომ მისთვის ეს პოსტი არის მიუღებელი, ეს თანამდებობა არის მიუღებელი და ეს არაფერ კავშირში არ არის ხელისუფლების კრიზისთან, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ რთულ პერიოდში, თუნდაც კრიზისზეა საუბარი, რუსული აგრესია, რომელიც არ მომხდარა 10 წლეულობით სოფლის არც ერთ სახელმწიფოში. რუსული აგრესია იყო, სამხედრო აგრესია იყო ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანა გადარჩა, მიუხედავად ამისა, ეკონომიკა მდგრადია. და თუ თქვენ გაივლით ქუჩაში, ხო, ნახავთ, არ გრძელდება მშენებლობები, მაგალითად სასტუმროსი, მაგალითად გზების. თუ თქვენ გაივლით მაგალითად მოსკოვის ქუჩებში, თუნდაც ნიუ-იორკის ქუჩებში, თქვენ ვერცერთ მშენებლობას გაგრძელებას ვერ ნახავთ. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობების დიდი ნაწილი არის ამიტომ ეს ყველაფერი შედარებითია, ამიტომ ხარვეზები ბუნებრივი არის, პრობლემები არის, ფინანსური დოკუმენტში მე ჩემს თავს არ გეუბნები თქვენ 60%-ით არის ეკონომიკური აქტივობა შემცირებული საქართველოში, ამიტომ მე მესმის, თქვენ არ გინდათ რომ მოსახლეობა ჩავაგდოთ მასობრივ დეპრესიაში და რაღაცა საწუწარკვეთილების განცდა გავაჩინოთ, მაგრამ დამერწმუნეთ რომ მოსახლეობას არანაკლებ აღიზიანებს ის, როდესაც გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნით და როდესაც საუბარი არის აქ ისეთ სიტუაციაზე, რომ თითქოს მართლაც ნაკლებად შეგვეხო ან ეკონომიკური კრიზისი, ან ფინანსური კრიზისი. პრობლემები არის. მე მაგალითად ძალიან მიკვირს ბატონი ლაშასი, რომელსაც როგორც ყოფილი კოლეგა ახლა უკვე ძალიან გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ქართული ეკონომიკის წარმატება მეც ისევე მინდა, როგორც ამ სტუდიაში მყოფ ყველა ადამიანს, წამყვანი დაწყებული ტელეოპერატორებით დამთავრებული და ჩვენს მაყურებელს ყველას გვინდა, არავის გვინდა რომ ჩვენ გავღატაკდეთ, გავკოტრდეთ და ასე შემდეგ და ქვეყანა მართლაც ჩავარდეთ ძიმე მდგომარეობაში. სწორედ აქედან გამომდინარე, მას ჩვენ ვთქვათ პირდაპირ და ღიად. ვინ იქნება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კურსის გამსაზღვრელი? ბატონი ბენდუქიძე ისე, რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აყალიბებდა ამ პოლიტიკას და მიგვიყვანა ძალიან რთულ პრობლემებამდე ქვეყანაში. თუ ლაშა ჟვანიას ექნება საშუალება, რომ აიღოს პასუხისმგებლობები თავის თავზე. თუ აიღებს მარტო ამ პასუხისმგებლობებს, იცით, ეს ადამიანი წლების განმავლობაში დიპლომატიაში იყო, შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა და არ ამგონია, რომ მას ღამეები ეთენებინა ამ დღეებში და ამ თვეებში განსაკუთრებით, როცა სხვა საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული ეკონომიკური სისტემების საფუძვლების შესწავლით ან თუნდაც საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გზების ძიებით. მას ამაზე არ აქვს სერიოზულად ნაფიქრალი. მან ზოგადად იცის დაახლოებით ის, რამდენიც მე და აკომ ვიცით ახლა და კარგად აყალიბებს თავის შეხედულებებს და ლაშა ზუსტადაც რომ აი ეს კომუნიკაციის და ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ქონია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის ჩამოყალიბება, ანტიკრიზისული ჯგუფის ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ჩვენ უნდა შევეხვეწოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება ნაციონალების სახელის გაგონებაზე, რომელსაც შეიძლება აჟრიალებდეს, არიან ესეთი ეკონომისტები, სპეციალისტები, დაწყებული ნოდარ ჯავახიშვილით, ბატონი ვლადო პაპავატიას, სხვებით გაგრძელებული, რომლებიც დასხდებიან ერთად და გარკვეულ პროგრამას ჩამოაყალიბებენ, რომლის თაობაზეც საზოგადოება შეჯერებული წარმოდგენა ექნება და გვეცოდინება საით მივდივარ, რა საფრთხეები გველის და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ჩვენ ამ საფრთხეებს გავექცეთ. მხოლოდ ის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საგადასახადო ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ პირველი მოსმენით მივიღეთ საშემოსავლო შემცირებაზე ელაპარაკი და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის საქართველოში ეკონომიკის სტიმულირებისათვის, იმისთვის, რომ ამ ფინანსურ და ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს გაუძლოს. ამისთვის არის აუცილებელი უფრო აქტიური. მე ძალიან მალე უნდა დავამთავროთ რამდენიმე წუთი გადაცემა. სწორედ მე იმას ვიძახი, რომ ეს გამოწვევები რომ რეალურად არსებობს, პლუსი ამ ხელისუფლების და მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების არის ის, რომ აი ამ გამოწვევებს ხედავს მკაფლად კაფიოთ და ესმის ის პრობლემა. ეს არის პლუსი და სწორედ აქედან გამომდინარე მოქმედებს. ეს გადასახად შეღავათები უბრალოდ შემცირება საგადასახადო რაც მოხდა, სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ მიუხედავად მთელი ამ პრობლემისა, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება, რომ
როგორმე შეუმსუბუქოს ვითარება საქართველოს მოქალაქეებს. ხო, რამდენი დევნილია. სწრაფ რეჟიმში ხდება სახლების აშენება. ხდება იმ მიმართულებით მოძრაობა, რომ ეს ფინანსური პრობლემები ჩვენ ადამიანებს შეუმსუბუქოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ძირითადი არცი ყველა სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. თქვენ მართალი თქვით, რომ შედეგის მიხედვით ჩვენ მე ვივიჯელებთ რა მოხდება 18 თვის შემდეგ, როდესაც ხელფასები გაიზრდება და რა მოხდება 50 თვის მერე. მაგრამ ოპოზიციის პროგნოზი არის ასეთი, რომ სამთავრობო ცვლილებები ახლო მომავალში აუცილებლად იქნება. ბატონ გიორგი, თქვენ გააკეთეთ ეს განცხადება დღეს, რა გაძლევთ ამის მტკიცების საფუძველს? საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ზოგადად საქართველოში განხორციელებული პოლიტიკა დიდწილად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ხარისხზე. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს პოზიტივი, ზოგისთვის ნეგატივი, რეალობა ასეთი არის. ჩვენ ძლიერად ვარ დამოკიდებული იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, რუსეთთან მიმართებაში და ამ მხრივ ახალი ადმინისტრაციის მოსვლა თეთრ სახლში ძალიან ბევრ რამეს მისცემს ახლებულ სტიმულს. მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ მნიშვნელოვნად, ფუნდამენტურად, გეოპოლიტიკურად თუნდაც თუ გნებავთ საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება, რასაც ვერ ვიტყვი, რომ ასე იყოს თუნდაც საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში. მე მიმაჩნია, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები ამ სიტუაციის შესამზადებლად იდგმება ზუსტად და შეიძლება ეს ჩემი ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის საშუალება. მე მაინც მგონია, რომ თუნდაც ეს ბოლო გადაადგილებები იგივე ბატონ ჟვანიასთან და რურუასთან დაკავშირებით უკავშირდება იმ შიდა პრობლემებს, რომელიც არის სააკაშვილის ხელისუფლებაში და ისე არ იყოს, რომ ამ ადამიანების პარლამენტიდან გამოტყუება მოხდა მათთან დაკავშირებული რაღაც გარკვეული საფრთხეების პროგნოზი. თუნდაც ბატონი ლაშა ჟვანიას გუშინდელი ჯერ კიდევ საღამოს განცხადება, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. როგორც ჩანს, სადაც ის ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა ახალდანიშნულ უკვე მის კოლეგას ბატონ ვაშაძეს, სადაც მან თქვა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო პოლიტიკურადაც უპასუხისმგებლო და პროფესიონალურადაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვაშაძესთან ერთად დაჯდება მთავრობის ხდომაზე და გრიგოლ ვაშაძის ერთთვიანი კულტურის მინისტრობის შემდეგ ისევ დიპლომატიაში, ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში აკვა მის ხელმძღვანელად დაბრუნება. დანიშნისთანავე, ამ განცხადების გაკეთებისთანავე გახდა ცნობილი, რომ ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ყველა ელჩი საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიებიდან. გაჩნდა ეჭვი და ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეს ეჭვი არ არის საფუძველს მოკლებული, რომ ამით ხელისუფლება შეეცადა გადაეფარა ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა 4 დეკემბერს საღამოს, რომ ირაკლი ალასანიამ დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ზოგადად საქართველოს ხელისუფლება თავის ნაბიჯების გამს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთი სახელმწიფოს ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ამ ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. არც შეერთებული შტატები და არც მით უმეტეს არც რუსეთის. ამიტომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია, ყველა ცდელობა, რაც გაკეთებული, ეს არის მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. და არაფერ შუაში არ არის არც ამერიკის ადმინისტრაცია, არც თუნდაც ევროკავშირის რაიმე სახის ეკეთება. მინდა გთხოვოთ ძალიან მოკლედ გამცეთ პასუხი. რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია ამ ქვეყანაში და მან უკეთესად იცის როგორ უნდა გააკეთოს თავისი. ირაკლი ალასანიას გადადგომის შესახებ ინფორმაციის გადაფარვის მცდელობა ასეთი იყო შეფასებები. მესმის რომ ყველა ეჭვს არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მიმაჩნია რომ ესეც გარკვეული სპეკულაციაა. დაინიშნა ახალი მინისტრი, სავსებით ბუნებრივია, მან გააკეთა გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია სწორად, ეს არის გამოცდილი დიპლომატი, იყო ჩართული მთელი ამ აგრესიის პერიოდში დიპლომატიურ ომში. ჩვენი ქვეყნის სახელით და შესაბამისად მან უკეთესად იცოდა. რაც შეეხება კრიტიკას, ბატონო გიორგი დავუძე, რაც შეეხება კრიტიკას ბატონი ლაშა ჟვანიას ახალი მინისტრის, თქვენ თუ გაიხსენებთ ამ პარლამენტში ძალიან ბუნებრივი მოვლენა პარლამენტარის მხრიდან მთავრობის კრიტიკა, თუნდაც გავიხსენებთ რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც მაგალითად ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრჯერ იყო გაკრიტიკებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. შემთხვევარი აქ ამბავი ბატონი ჟვანიას მხრიდან გაისმა ვაშაძის როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და გამოცდილი დიპლომატის არაპროფესიონალიზმთან და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძეს ასე ვთქვათ, გარკვეული ზეწოლის შედეგად გააკეთა მან ეს განცხადება, რადგან მანაც ვინ თუ არა მან და არა მე, რომელსაც დიპლომატიაში ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი თუ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიპლომატების როტაცია, ელჩების როტაცია ეს არის სრულიად პარალელური და განსხვავებული პროცესი და საგარეო საქმეთა სამინისტროში თუნდაც მინისტრების ცვლილება არის სრულიად განსხვავებული პროცესი. ამიტომ ეს გამოცდილება ამ სფეროში არ აქვს და შესაბამისად ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება ეს პოზორ მიზეზიც ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ საუბარი, ჩვენ ისე ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენი მომდევნო ბლოკის სტუმარი უკვე გველოდება, ჩვენი სტუდიის სტუმრები კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს გახდნენ ბატონები
გიორგი თარგამაძე და აკაკი მინაშვილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რესპუბლიკელებისა და ახლების ახალი გაერთიანება ორი ოპოზიციური ძალის კონსულტაციები და მოლაპარაკებები კოალიციის შექმნით დასრულდა. ვინ იქნება ახალი ალიანსის ლიდერი და რა საერთო მიზნისთვის დაახლოვდა ორი პოლიტიკური ძალა. რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს დავით გამყრელიძე უპასუხებს. მაშასა ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვართ, ამჯერად პირველი თემის სტუდიის სტუმარია დავით გამყრელიძე, საღამო მშვიდობის ბატონ დავით. Ბატონ დავით, სანამ დავიწყებდეთ საუბარს ახლად შექმნილი ალიანსის მიზნებზე, მე მინდა გთხოვოთ კომენტარი იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობაში ახალმა მემარჯვენეებმა დღეს უკვე გააკეთეს ამაზე თავიანთი შეფასებები, მაგრამ პირადად თქვენი შეფასება არ მოусმენია მაყურებელს. საღამო მშვიდობისა, ცოტა გვიან გვიწევს ეთერში გასვლა, იმედია შემოგრჩა ტელემაყურებელი. მაგრამ შობს გვიან ვიდრე არასდროს, ასე რომ ნამდვილად მივესალმები და ამ ფორმით რაღაც ток-შოუს აღდგენას პირველ არხზე. ზოგადად ნამდვილად კარგია განახლებული პირველი არხი, ისევ ახალი სახელწოდებით და ნამდვილად უსურვებ ყველას ჟურნალისტებს გისურვებ წარმატებას და მაქვს სურვილი რომ საზოგადოებრივი არხი იყოს მართლაც ობიექტური და დაბალანსებული ყველანაირად. ესე ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ყველასთვის. რაც შეეხება ამ ცვლილებებს ბოლო დღეებისას, მე ჩემს მეგობარს ფიქრიას დავესესხები და მართლაც შევადარებდი ამას საკადრო შიზოფრენია უწოდა ფიქრიამ და ძალიან გავს რაღაც შიზოფრენიულ მოვლენებს. ჯერ ნახეთ ჩვენ ირაკლი ალასანის გადადგომის გადასაფარად რაღაც სრულიად მოულოდნელი და ჩემის აზრით გაუაზრებელი საკადრო ცვლილებები. როდესაც თავად ბატონო ვაშაძემ აღიარა რომ ნახევარი საათით ადრე გაიგო რომ ხდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა სულ ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, როდესაც ნიკა გვარამია შევიდა როგორც კაბინეტში, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტის და იქიდან გამოვიდა განათლების მინისტრად და მე მგონი განათლების ამ სისტემის წარმომადგენლებისთვის ეს იყო შოკის მომგვრელი და შეურაცხყოფელი უბრალოდ. არა იმიტომ რომ მაინც და მაინც რაღაც განათლების მუშაკებს შორის აღზრდილი უნდა ყოფილიყო მინისტრი, მაგრამ რაღაც პერიოდი ნამუშევარი მაინც უნდა ყოფილიყო და პრობლემებთან გაცნობილი. და აღარაფერს ვიტყვი იმ ცვლილებებზე, რაც მოხდა ამ დილით, რისი მომსწრენიც გავხდით, როდესაც სრულიად შეუსაბამო იყო ყველაფერი. პიროვნულად არ მოყვები, აქ ბევრი ისაუბრეს. მაგრამ მგონია რომ ეს თლიანად ახასიათებს იმ აგონიურ მდგომარეობას, რომელშიც ხელისუფლება იყოფება, როდესაც სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის ქმედებებს, მას ის აღარ აღელვებს რომ სრულიად შოკის მომგვრელი იყო ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ფორმით მოხსნა შუა მოლაპარაკებების დროს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. სრულიად უპრეცედენტო იყო და ამას საერთოდ არ აქვს არანაირი ახსნა ელჩების ესე უცერემონიოდ. და სრულიად უკანონოდ მოხსნა თუ მოთხოვნა ახალი მინისტრისგან, ნამდვილად არ აქვს ამის პრეროგატივა, ისე როგორც პრემიერ-მინისტრს არ შეეძლო თავდაცვის მინისტრის ან გადაყენება, ან მოვალეობის შესრულების დავალება, ვთქვათ, იგივე ბათო ხურთელიასთვის. ბატონ დავით. ცვლილებები, სამთავრობო ცვლილებების გარდა ცვლილებებია ოპოზიციურ სპექტრში. გულისხმობ გუშინ შექმნილ გაერთიანებას. ალიანსი შედგა და მედიაში პირველ რიგში გაჩნდა ასეთი კითხვა. ახლებისა და რესპუბლიკელების კოალიციაში რომელი ძალა იქნება დომინანტი? იცით, ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდით და უამრავი დრო დავუთმეთ, უნდა გითხრათ რომ ეს არ არის რაღაც ნაუცბათებად განსხვავებით ხელისუფლების გადაწყვეტილებებისგან შექმნილი ალიანსი. პრაქტიკულად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა რაც ჩვენ საუბრობთ ძირითადად ქვეყნის პერსპექტივებზე, იმ პრობლემების დაძლევაზე, რის წინაშეც ქვეყანა დგას და მაგვისტოს მოვლენებმა ეს ყველაფერი გაამძაფრა. ჩვენ დათო უსუპაშვილს დავესესხები, შეადარა ეს იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ 2013-დან და წინიდან უკან წამოვედით, მართლაც ამდაგვარი რამ იყო, ჩვენ მსჯელობდით, როგორი საქართველოს ხილვა გვინდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და რა არის საჭირო, რომ იმ მიზანს მივახციოთ, რა არის გასაკეთებელი. და ყველაზე ნაკლები დრო დავუთმეთ, ჩვენ დომინანტი ვინ იქნება, პრაქტიკულად ჩვენ
უსიტყვოთაც შევთანხმდით, რომ ეს იქნება რაღაც პარიტეტული ურთიერთობა, იმიტომ რომ ორივე პარტიას აქვს თავისი პლუსები და მინუსები და ჩვენ სწორედ ამ ალიანსის გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და არა ის რომ ერთმანეთს ვაჯობოთ და ერთმანეთს გავეჯიბროთ. ჩვენი ძალების ერთობით ვფიქრობთ, რომ საფუძველი ჩაუყარეთ სწორედ იმ ალტერნატივას, რომლის საჭიროებაც ესე მძაფრად ჩანს დღეს. როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებაში და ხშირად ისმის კითხვა, რომ გვესმის, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ვარ უნდა წავიდეს, მაგრამ აბა ვინ, აბა რა ძალა უნდა იყოს. თქვენ განაცხადეთ გუშინაც დგას ეს საკითხი ქვეყნის გარეთაც, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან სწრაფად სწორედ ეს ალტერნატივა, დემოკრატიული ალტერნატივა ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოება დავაჯეროთ და მოვამზადოთ ვადამდელი არჩევნებისთვის, უზრუნველყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი ცვლილება და სწორედ ახალმა ხელისუფლებამ, ახალმა გუნდმა ძალიან სერიოზული მანდატის პირობებში, ნდობის მანდატის პირობებში მოახერხოს იმ კრიზისის დაძლევა, რომელიც აშკარად სახეზეა. როცა საუბარია ისევ ალტერნატიულ პოლიტიკურ კოალიციაზე, თქვენ განაცხადეთ გუშინაც, რომ მზად ხართ გამართოთ კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. თუ ისევ საუბარია ოპოზიციურ ძალებს შორის ალიანსის ფორმით თანამშრომლობაზე, ჩვენ ვიხილეთ გასული 1 წლის განმავლობაში არსებობდა ოპოზიციური გაერთიანება, ერთიანი ეროვნული საბჭო. თუ დღეს ისევ კოალიციასა და ალიანსზე სხვადასხვა პლატფორმის, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებაზეა საუბარი, ხომ არ ადგას ოპოზიცია ერთხელ უკვე განვლილ გზას? კარგი კითხვაა სხვათა შორის, მე თავად უნდა მესაუბრა ამაზე და მომეცით საშუალება, რომ თავად თქვენ წამოწიეთ და მე გიპასუხოთ. სწორედაც რომ ჩვენ ხაზზე გავუსვით გუშინ აი ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს, რომ ჩვენ მზათა ვართ დიალოგისთვის და პოტენციური თანამშრომლობის ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც გაიზიარებს ძირითად ხედვას და სამოქმედო გეგმას, რომელზეც შეთანხმება იქნა მიღწეული ამ ორ პარტიას შორის. ჩვენ ხაზგასმულად წინააღმდეგი ვართ მექანიკური ერთობისა და არ გვინდა ის შეცდომები გავიმეოროთ, რომელიც აშკარად იყო ოპოზიციის მხრიდან დაშვებული და ძირითადად ეს განპირობებული იყო სწორედ აი ამ არა მსოფლმხედველობაზე, არა პრინციპებზე დაფუძნებულ ერთობით, არამედ შექმნილ რაღაც კოალიციაზე, არამედ სწორედ მექანიკურად ძალა ერთობაში, მოდით ყველა ერთად და ეს სტერეოტიპი სამწუხაროდ უნდა ითქვას არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოება ხშირად ითხოვს მათ გაერთიანებას. მე პირდაპირ მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და უთხრა, რომ ესეთი მექანიკური ერთობა არ იქნება და გაუმართლებელია. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ლეიბორისტულ პარტიას, მაგრამ არანაირად არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ თუნდაც ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები ერთ პოლიტიკურ ძალაში იყვნენ გაერთიანებულნი, ერთად აიღო ერთ-ერთი ამ შეცდომათაგანი ხომ არ იყო საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. რამდენიმე თვე ჩვენ გავიდა, მას შემდეგ ხომ არ ნანობს დავით გამყრელიძე იმას, რომ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე. არ ნანობ ამ კითხვას ხშირად მისვამენ ჩვენი უცხოელი მეგობრები და ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი. მე მაშინაც არჩევანი მქონდა და დღესაც იგივე არჩევანის წინაშე ვიდგებოდი, ხელმეორედ რო დადგეს საკითხი. არჩევანი, ასე ვთქვათ, კომფორტულ ცხოვრებასა და პოლიტიკოსის მომავალს შორის. მე არჩევანი პოლიტიკოსობაზე გავაკეთე, იმიტომ რომ პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი თუ ხარ, აუცილებლად გჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. მე მივიღე მხარდაჭერა ამ მომრჩეველში, მივიღე მანდატი, სწორედ იმისთვის, რომ ვიბრძოდი და ვიღებდი ვალდებულებას, რომ არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიანად, თავისუფალ პირობებში და იქნებოდა ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. აქედან გამომდინარე, მე ხალხის დობა ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა გამეცვალა საკუთარ კომფორტში, საკუთარ სავარძელში, ხელფასში, იმუნიტეტში და უნდა გითხრათ, რომ მე 9 წელი გავატარე იმ პარლამენტში, ძირითადი ნაწილი აქედან თითქმის 8.5 წელი ოპოზიციაში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რა აფასი აქვს საპარლამენტო ტრიბუნას, საპარლამენტო იმუნიტეტს, ძალას, გავლენას, თუნდაც ხელფასს, თუნდაც შემოსავალს, რომელიც პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსისთვის არის ამომრჩევლის მხარდაჭერა. თუ მხარდაჭერა არ გაქვს, შენ აღარ ხარ პოლიტიკოსი და სამწუხაროდ ბევრმა ჩემმა კოლეგამ, რომელმაც აირჩია პარლამენტში შესვლა, სწორედ ეს მხარდაჭერა დაკარგა ჩემის აზრით
თუმცა ისინი სხვანაირად ხედავენ და სხვა წარმოადგენენ. ბატონ დავით, მექანიკური ერთობა არის გაუმართლებელი, რასაც თქვენ საუბრობთ. გუშინაც ასევე თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ არ ვართ ლიდერზე ორიენტირებული გუნდი, მაგრამ გუნდისთვის არის ლიდერი აუცილებელი. მე ზუსტად ვერ ვახდე თქვენი განცხადების ციტირებას. არ გითხრამ, ჩვენ ლიდერზე ორიენტირებული არა ვართ. პირიქით, ჩვენ თქვით, რომ ამ პარტიებს არცეც არ ქონია პრობლემა ლიდერების, დეფიციტი ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრი, ძალიან პოპულარული და ცნობადი პოლიტიკოსის ჩამოთვლა შეგვიძლია თუ რესპუბლიკელებში, თუ ახალ მემარჯვენეებში. მე ვიტყოდი, რომ თუ საქართველოში შეიძლება პარტია ეწოდოს პოლიტიკურ გუნდს სულ რამოდენიმეა და მათ შორის ნამდვილად არის ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, თავისი მწყობრი მსოფლმხედველობით, პროგრამით, ისტორიით, ქსელით, წარმომადგენლობით, საერთაშორისო კონტაქტებით, აღიარებით, როცა ეს ორი პარტია ერთიანდება, ჩვენ ორივეს კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სწორ მართვას, სწორ სტრუქტურას და ამ სტრუქტურაში, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი აქვს ლიდერს. ვინ შეიძლება იყოს ახალი ალიანსის ლიდერი? გაგრძელდება თუ არა კონსულტაციები თანამშრომლობაზე ოპოზიციურ საბჭოში? უკვე დაშლილ გაერთიანებულ ოპოზიციაში დარჩენილ ლიდერებთან, პოლიტიკურ ძალებთან და იქნება თუ არა ლიდერის კანდიდატურად განხილული ირაკლი ალასანია, რომელიც თქვენ უკვე დაასახელეთ სასურველ პარტნიორად. მე ვადასტურებ ნამდვილად, რომ ირაკლი იკვეთება ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად, თუ მან ასეთი სურვილი გამოხატა და ეს ნაბიჯი შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. მე ვთქვი კიდევაც და დღესაც გავიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ალასანიას გადადგომის განცხადება არ გაუკეთებია იმის გამო, რომ ის დაიღალა ან რაღაც სხვა მიზნები აქვს. მე როგორც ვიცი, ის ნამდვილად აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და აქტიურ მოღვაწეობას, მაგრამ მოდით დაველოდოთ თავად მას, ის რა განცხადებებს გააკეთებს, როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში ის დაბრუნდება საქართველოში და სწორედ აქ აპირებს თავისი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს. ჩვენ არ დავმალავ, რომ ქონდა კონსულტაციები და ბუნებრივიც არის, ის ისეთ თანამდებობაზე იყო, რომელიც სწორედ აგვისტოს მოვლენების დროს იყო ძალიან აქტუალური. მე მას შევხვდი ნიუ-იორკში ივლისში, ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭოზე იხილებოდა სწორედ რუსეთის მხრიდან ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები და მაშინ უკვე ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ რუსეთი ღია აგრესიისთვის ემზადებოდა. ქონდა თუ არა კონსულტაციები იმაზე, რომ მან შესაძლოა ითანამშრომლოს თქვენთან? ჩვენ ზოგადად ქონდა კონსულტაციები მის შეხედულებებთან და რამდენად მზად არის ის პოლიტიკური აქტიურობისთვის. ნახოთ, ის თავად ისაუბრებს ალბათ ამაზე. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიას შეუძლია იყოს ძალიან საინტერესო ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში, როგორც აწყო, ისე მომავალში და მე ვაცხადებ, რომ ჩვენი ალიანსი ნამდვილად მზად არის მასთან აქტიური კონსულტაციებისთვის. არის თუ არა ალიანსი მზად ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული მაღალჩინოსნებისთვის, თუნდაც ზურაბ ნოღაიდელთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობისთვის. რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაჟღერდა, რომ ნინო ბურჯანაძე აპირებდა ჩამოაყალიბებინა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, თქვენ ჩვენთან სტუმრად, ჩვენ სტუდიაში მაშინ დღის კომენტარი გადიოდა ეთერში, აცხადებით, რომ ნინო ბურჯანაძე სანამ ის შედგება როგორც ოპოზიციონერი, მოუწევს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. ახლა კი თანამშრომლობის პირობად სახელდება ის, რომ ნინო ბურჯანაძემ უნდა დათმოს საპრეზიდენტო ამბიციები. გარკვეულ კითხვებზე და მან პასუხი გასცა, გარკვეული პოზიციები ჩამოაყალიბა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ის გამოკვეთილი ოპოზიციონერია დღეს, თუმცა ეს საზოგადოება უნდა შეაფასოს, მე არ გამოვდგები არც შემფასებლად და არც ექსპერტად ამაში. მე ვფიქრობ, რომ მან გარკვეული გზა უნდა განულოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ძალის ლიდერი. რაც შეეხება ჩვენს შესაძლო თანამშრომლობას, მე ხაზგასმით აღნიშნე ჩემი და ჩვენი გუნდის ახალი მემარჯვენეების პოზიცია, რომ თუნდაც რომ დაიწყოს დიალოგი რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე, მინიმუმ ამისთვის აუცილებელია, რომ ქალბატონმა ნინომ უარი თქვას თავის ამბიციაზე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ვერ ვიხილავთ ბატონ დავით გასული წლის იანვარში. თქვენც გქონდათ ეს ამბიცია. შესაბამისად მე ეს ამბიცია ვერზე გადავდე და მოუწოდებ ქალბატონ ნინოსაც ვერზე გადადოს. ეხლა ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეა საჭირო. საკმაოდ დიდხანს იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებაში, პასუხისმგებელია ბევრ რამეზე, იმ უბედურებაზე, რაც ხდებოდა ამ ხელისუფლების პირობებში და გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ ის პირდაპირ მობრუნდეს ისევ პრეზიდენტის პოსტზე, რადგან საკმაოდ
ბევრი შეცდომა დაუშვა მან და ვერ გაუმკლავდა იმ ტვირთს, იმ შესაძლებლობებს, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც როგორც მეორე პირს ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე მას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ლიდერს, ის ალბათ თავად მოსინჯავს ძალებს. მე ვერ ვხედავ დიდ პერსპექტივას, რომ ახლოს მომავალში ჩვენ რაღაც ერთიან პოლიტიკურ გუნდში ვიყოთ მოაზრებული და სხვათა შორის წარმომიდგენია, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლოს მომავალში ეს ხელისუფლება შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ბევრად უკეთესი გუნდით და სწორედ ასეთი გუნდის ჩამოყალიბებაზე ჩვენ ვმუშაობთ. წარმომიდგენია, რომ კარგი იქნება ქალბატონი ნინო, იგივე ზურაბ ნოვაიდელთან ერთად, თუ გარკვეული პერიოდი ოპოზიციაში იქნებიან, ნახავენ და თავის წვლილს შეიტანენ სწორედ იმ ბალანსის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია არსებობდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. და დასასრულს ბატონ დავით, ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ გამცეთ პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ფაქტობრივად აღარ დაგვრჩა. რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ალიანსი. ხოლმე ცოტა დროა, მაგრამ არ აუშავს. კიდევ ერთხელ მოგიწევთ და ხვალ პირობას გაძლევთ, რომ თქვენი თანადამფუძნებელი თუ შეიძლება ასე თქვას, დავით უსუფაშვილიც იქნება ასევე პირდაპირ ეთერის სტუმარი. რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ალიანსი თუ გავიხსენებთ ისევ შარშან შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელსაც თქვენ ოდნავ მოგვიანებით შეუერთდით. მისი დაშლა ფაქტობრივად დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისთანავე, როდესაც მას გამოეყვნენ ლეიბორისტები. ანუ რამდენად ისწავლა გასული წლის შეცდომებზე ოპოზიციამ. მოდით ესე ვთქვათ, ის გაერთიანებული რაღაც ოპოზიციური ძალა იყო კონკრეტული არჩევნებისთვის, ერთი იყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მეორე საპარლამენტო არჩევნებისთვის, იყო საარჩევნო ბლოკი, ხოლო გუშინ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ პოლიტიკურ ალიანსს და არა საარჩევნო ბლოკს. ეს ძალიან მკაფიოდ არის გამიჯნული. ჩვენ მაგალითად ქონია პრაქტიკაში საქართველოს უახლეს ისტორიაში სხვადასხვა საარჩევნო ბლოკები, რომელიც იქნება სწორედ არჩევნებისთვის და ღია გამჭვირვალეა ამორჩევლისთვის ეს ფორმატი, რომ ეს ერთობა არსებობს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო თუ სხვადასხვა ტიპის არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის. ამ შემთხვევაში ჯერ არჩევნები არ არის დანიშნული და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არა მარტო არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ ქვეყნის მართვაში ერთობლივი პასუხისგებლობა ავიღოთ, ანუ ჩამოვაყალიბოთ კოალიციური მმართველობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ პარტიას ვაყალიბებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ამ კრიზისულ სიტუაციაში სწორედ ერთად შეგვიძლია ამ დემოკრატიული ალტერნატივის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ქვეყანა გავიყვანოთ აი ამ კრიზისული სიტუაციიდან, უზრუნველყოთ ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების და დემოკრატიის მინიმალური გარანტიები და როდესაც ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნდება ქვეყანა, როდესაც იქნება დემოკრატიული გარანტიები და ინსტიტუციონალურ დონეზე იქნება ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, მერე ეს ორი პარტია გადაწყვეტს ან ცალკე გააგრძელებს მოღვაწეობას, ან შეიძლება ერთ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ დავით გამყრელიძე. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა ხუთშაბათამდე გემშვიდობებად. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.